gon' do this. განათლება დავამთავრე ოზურგეთში, ნომერ 1 საშუალო სკოლა. შემდეგ უკვე დავამთავრე თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიის განხრით და შემდეგ უკვე დავამთავრე მაგისტრატურა იმავე უნივერსიტეტში. ამჯერად უკვე ლიტერატურის თეორიის სპეციალობით, ახლა სწავლობ დოქტორანტურაზე თავისუფალ უნივერსიტეტში. ვიქნებოდი ალბათ კარგი დიპლომატი, იმიტომ რომ ერთი მხრივ გურულობა და მეორე მხრივ რაღაც უნარ-ჩვევები, რომელიც ალბათ თანდაყოლილი ან ნაწილობრივ შეძენილი, მაძლევს ამის ერთგვარ გარანტიას. მეორე მხრივ ალბათ ვიქნებოდი ფეხბურთის მწვრთნელი, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს ეს სპორტი, შეიძლება ოდესმე ვიყო კიდეც. საკუთარ თავში შეიძლება გარედან ჩანდეს, რომ უფრო მეტი რამ მომწონს ვიდრე პირიქით, მაგრამ რეალურად გაცილებით კრიტიკული ვარ, როდესაც საკუთარ თავთან ვრჩები. მაგრამ ერთი და გამოხატული მომწონს ის, რომ არ მიზანსწრაფული, ჯიუტი და გარკვეულწილად პრინციპულიც. ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა Mercedes-Benz-ი, ავტომობილი, რომელიც დატანილი იყო ერთ-ერთ საღეჭრეზინაზე, რომ მოყვებოდა ქაღალდები, ნაკლეიკებს ვეძახდით მაშინ. ტრივიალური ოცნებები მქონდა ბუნებრივია, ის მინდოდა, რაც მაკლდა, რაღაც გლობალურზე და მასშტაბურზე მაშინ არ ვფიქრობდი. ძალიან მინდა, რომ შემეძლოს მუსიკის შექმნა, მაგრამ ამ დროინდელი მდგომარეობით ეს წარმოუდგენელი. შეიძლება დავეუფლო კინორეჟისურას ან სხვა დარგებს, მაგრამ მუსიკოსი ნამდვილად ვერ გავხდები. ჰობი მაქვს სწორედ მუსიკის მოსმენა მათ შორის, მელომანი ვარ, ფეხბურთის თამაში და ცქერა და მე არ ვიცი, რამდენად ხობად შეიძლება ჩაითვალოს მოგზაურობა. ვერ გეტყვით, ცოტა რთული სიტყვა ჰობი თავისი არსით, მაგრამ კი ბატონო, შეგვიძლია ჩავთვალოთ. ძალიან რთული კითხვა ესეც, იმიტომ რომ ადამიანები როგორც წესი წინასწარ ვერ განსაზღვრავენ იმას, რას გააკეთებენ და რას არ, იმ პრობლემის გამო, რომ ჩვენ არაპროგნოზირებადი არსებები ვართ, პროგნოზირებადი ვართ ისეთ ცივილურ მოცემულობებში, როცა სიმშვიდეა, მაგრამ მაშინ, როდესაც შეიძლება მნიშვნელოვანი რამ მოხდეს ემოციური თვალსაზრისით, ვერაფრით ვერ ვიტყვით წინასწარ, რას გავაკეთებ და რას არა. რაღაცებს ბუნებრივია ვნანობ, თუმცა ამავდროულად ვიცი, რომ ის რაც მოხდა, მის ცვლილება შეუძლებელია, შესაბამისად ეს სინანული დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს და ჩვენ არ უნდა გავჯიუტდეთ საკუთარ წარსულში ამ თვალსაზრისით, ეს მხოლოდ და მხოლოდ დამაზარებელი იქნება ჩვენი მომავლისთვის. უტუჩებში იგულისხმება ზუსტად წელიწადი არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს გოგო, რომელსაც ვაკოცე. ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ დიდხანს ვერ მზადებოდი წინასწარ, საერთოდ ეს ამბავი ზოგადად ყოველთვის ემოციურია ხოლმე და შესაბამისად განსაკუთრებით პირველი იყო ემოციური. თუმცა შემდეგ გარკვეულწილად შეიძლება ეს ემოციები დრომ გადაშალა და სხვა დანარჩენმა მკოცნება, ამიტომაც არის ის, რომ თარიღი დღეს არ მახსოვს. გოგო მახსოვს. მე მგონი ძალიან რთული ფენომენია, იმიტომ რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად გამოიხატება ხოლმე, ხან ნებას გულისხმობს, ხან შეჩვევას, ხან რაღაც ინტერესების თანხვედრას და ასე შემდეგ, თუმცა რიგ შემთხვევებში შეიძლება უფრო ემოციებთან იყოს დამოკიდებული ვიდრე გონებასთან, შესაბამისად მე მგონია რომ ზუსტი დეფინიცია აქამდეც არავის არ მოუფიქრებია და მეც ვერ ვიტყვი, არიან ადამიანები რომლებიც ფიქრობენ რომ სიყვარული არის ბიოლოგიური თვალსაზრისით ავადმყოფობა, არის ადამიანები რომლებიც რომანტიკული თვალსაზრისით განიხილავენ ამ ამბავს. მე ვფიქრობ რომ რომც იყოს ბიოლოგიური ავადმყოფობა, არც ერთი ადამიანი არასდროს არ ვიფიქრებს რომ რაღაცა მოლეკულათა რაოდენობის და გადანაწილების ამბავს გულისხმობს ამ შემთხვევაში სიყვარული. ჩვენ ვართ შეგრძნებების არსებები და ამ შემთხვევაში არ ვფიქრობთ რა ხდება ბიოლოგიურად ჩვენს ნაწილში. შეგრძნებების დონეზე სიყვარული არის გრძნობა, რომელიც რიგ შემთხვევაში გულისხმობს საკმაოდ დიდ დისკომფორტსაც, მაგრამ ალბათ საბოლოოდ არის ყველაზე დიდი ადამიანური ნება.
ჩემს პროფესიაში ყველაზე მეტად მომწონს, რომ მე მაქვს საშუალება წავიკითხო წიგნები და წიგნების წაკითხვა გულისხმობს სხვა ადამიანების ცხოვრების საშუალებას, რაც უნიკალური ამბავია, ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე საათში დავიბადოთ, გავიზარდოთ, ბევრი რამ გადაგხვდეს და მეტიც სრულიად უნიკალური ამბავი მოხდეს, გარდავიცვალოთ კი. ამ რქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს უპირატესობა ჩემი პროფესიის ადამიანებს და ზოგადად კითხვის მოყვარულ ადამიანებს აქვთ. ეს ერთ-ერთი პროექტია სხვა დანარჩენ პროექტებს შორის, რომელსაც ეროვნული ბიბლიოთეკა დამატებით ახორციელებს, მოძრაობა ეკვილიბრიუმი ჩამოყალიბდა ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით, რაც გულისხმობს სხვადასხვა სოფელში ბიბლიოთეკების აღდგენას და განახლებას, იქნება ეს წიგნები, იქნება ეს ამ შემთხვევაში ინტერნეტი, კომპიუტერი, სხვა სახის საინფორმაციო ბუკლეტი და ასე შემდეგ. რაც შეეხება შემოსე თანამოქალაქეს, ეს პარალელური პროექტია, რომელშიც ეროვნული ბიბლიოთეკა ჩაერთო და ძალიან კარგია, რომ ამის პარალელურად, როცა ჩვენ ვაწვდით ცოდნას როგორც ინსტრუმენტს, რომ ხვალ შენს ხვისი შემოსვა არ დაგჭირდეს, ამავდროულად იმ წუთას მყისიერ პრობლემას აგვარებს, განსაკუთრებით ახალ თაობაში და ვფიქრობ, ესეთი კომპლექსური მიდგომით შეგვიძლია ბევრი რამის გაკეთებას ამბავთ. ამ პროექტის სამიზნე ჯგუფი ძირითადად არის ახალგაზრდები, ახალი თაობის ადამიანები, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც სოფელში ცხოვრობენ და სამწუხაროდ გაჭირვების გამო არ აქვთ საშუალება, რომ რეალურად თქვათ, ეს ელემენტარული პირობები დაიკმაყოფილონ. პროექტი უშუალოდ ამ შემთხვევაში ეკუთვნის რამდენადაც ვიცი აფინანსებს სპორტსა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ფრეგო არის ჩართული, რამდენიმე ორგანიზაცია არის ასევე ჩართული და ეროვნული ბიბლიოთეკა მათ შორის. ასევე ძალიან რთული კითხვაა, იმიტომ რომ რიგ შემთხვევაში ასეთი ტიპის ადამიანები იცვლებიან ხოლმე იმ წუდინდელი ინტერესების მიხედვით. სიამოვნებით გავიცნობდი სერ ალექს ფერგიუსონს მაგალითად. ფეხბურთის მწვრთნელს, რომელიც მანჩესტერს უძღვებოდა ლეგენდარულს. სიამოვნებით გავიცნობდი ასევე ცოცხალი რომ იყოს ნინა სიმონეს და ბილი ჰოლიდეის. ის რისი განსაზღვრა და წარმოდგენა ჩემს გონებას შეუძლია, ყველაფერს ვუშვებ. მათ შორის ყველაზე უფრო უკიდურეს სასწაულებსაც, იმიტომ რომ თუკი ამის წარმოდგენა ჩემს გონებას შეუძლია, ესე იგი თეორიულად მაინც ეს შესაძლებელია. შესაბამისად, მჯერა ყველაფრის, რასაც ვნახავ. სხვადასხვა დროს ასევე სხვადასხვანაირი, ხან ცხადია მაქვს აკვიატებული, ხან რა თქმა უნდა და ასე შემდეგ. კონკრეტული ესეთი ფრაზა ბუნებრივია არ მაქვს, უფრო არის სიტყვები, რომელსაც აკვიატებულად ურთავ ხოლმე. წინადადებით ხანდახან შეიძლება საერთოდ არაფერ შუაში იყოს, მაგრამ მაინც ჩვევის ამბავია. მე მჯერა რომ ადამიანს შეუძლია იმაზე უფრო მეტის გაკეთება, ვიდრე დღეს აკეთებს. მე მჯერა რომ ადამიანს შეუძლია რომ გახდეს უფრო ჰუმანური, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის იარსებებს ისეთი ვნებები, როგორც არის მკვლელობი, ჟინი, შური და ასე შემდეგ. მე მაინც მგონია რომ კაცობრიობა ზოგადად მთლიანობაში ოდესმე გადადგამს უფრო ესეთ ძლავრ ნაბიჯებს ორი ძირითადი გამოწვევისკენ. ეს არის ერთი მხრივ ჯანმრთელობის დაცვა და სიკვდილის ერთგვარი გადავადება და მეორე მხრივ ეს არის ბუნებრივია სამყაროს შემეცნება, სხვა გალაქტიკების და ასე შემდეგ. მე უგულისხმობ ხორციელ ცხოვრებაში. სხვა დანარჩენი უკვე რელიგიური ან სხვა ტიპის რწმენის საკითხი. კი, ბევრჯერ მქონია რთული პერიოდი, მათ შორის ახლა ხანს, როცა ჩემთვის ძვირფასი ადამიანები გარდაიცვალნენ ახალი წლისთვის, მამაჩემი და ბებიაჩემი ძალიან პატარა ინტერვალით და მაშინ მივხვდი, რომ რეალურად სიკვდილი არის ერთი მხრივ ყველაზე უფრო დიდი დანაკლისი, განსაკუთრებით ახლობელი ადამიანის და მეორე მხრივ ყველაფერი, რასაც ფორმა აქვს, ბუნებრივია ნადგურდება და მთავარი ინსტრუმენტი იმისა, რომ რეალურად ჩვენ ეს ფორმები რომლებიც ოდესღაც ცოცხლები იყო, შევინარჩუნოთ არის მეხსიერება და ჩემთვის ყველაზე უფრო მთავარი გამოწვევა არის ის, რომ რეალურად მეხსიერება არ დავკარგო, სანამ ცოცხალი ვარ და თუკი ეს მეხსიერება მექნება, ეს რთული პერიოდები, რომელზეც მკითხეთ, უფრო ნაკლებად ისახება და მე შევეცდები, რომ მახსოვდეს ეს ხალხი ცოცხლად და შესაბამისად არ მივუდგე ამ ყველაფერს ტრაგიკულად.
ფიზიკურ ტკივილს თუ გულისხმობთ, ფიზიკურ ტკივილის შიში მაქვს, იპოქონდრი კი ვარ და ხშირად სტუმრობ ხოლმე ექიმებს, შეიძლება სრულიად უმიზეზოდაც. რაც შეეხება მეორე ტიპის ტკივილს, რასაც ჩვენ სულიერ ტკივილს ვეძახით, ცხადია, ასეთიც განმიცდია ხოლმე, მაგრამ რეალურად ალბათ ადამიანი ორივე შემთხვევაში შეჩვევის არსებაა, გაძლების დოზებს გააჩნია, ბუნებრივია და ხანდახან ტკივილი, რომელიც გუშინ წინ იყო აუტანელი, თუნდაც სულიერი, დღეს შეიძლება ძალიან მსუბუქად გეჩვენებოდეს. იცით რა, პირველი სიყვარული, კიდევ ერთხელ გეუბნებით, სიყვარულის დეფინიცია არის პირობითი, ხანდახან ადამიანები საუბრობენ ხოლმე სიყვარულზე, ცოტა უცნაურად ამბობენ, რომ ის არ მყარებია და ასე შემდეგ. მე მგონი სიყვარული არის აწმყოში განვითარებული გრძნობა და თუ მაშინ გრძნობ რომ გიყვარს, შემდეგ დროინდელი ანალიზი ამ საკითხთან დაკავშირებით ფუჭია. შესაბამისად, მე ოდესღაც ბაღშივე გრძნობდი რომ ერთი გოგო მიყვარდა, შეიძლება ეს არ იყო ის კრიტერიუმები, რითაც დღეს აღვიქვამ სიყვარულს, მაგრამ ბაღში მიყვარდა ერთი გოგო, შემდეგ სკოლაშიც მეორე, ის გოგო ყველას უყვარდა იქაც და ის მეორეც და ეს ჩვეულებრივი ამბავია ხოლმე და ასე რომ ეს არის პირველი სიყვარულები. თუ ოდესმე მოქცეულ ვარ უზრდელურად, უნებლიეთ, ამის მრცხვენია ნამდვილად, იმიტომ რომ ყველაზე ნაკლებად მიზიდავს ადამიანში არაეთიკურობა და შესაბამისად ძალიან დიდ პატივს ვცემ ქცევის ფორმებს. აქ არ იგულისხმება სტერილური სტანდარტი, რომელიც რაღაც ესეთ ხელოვნურ ზრდილობიანობაზე მიგვანიშნებს, არამედ ეს ბუნებრივი, ლაღი, მაგრამ მაინც რაღაც ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა და თუ კი ამას ოდესმე უნებლიეთ კიდევ ერთხელ ამბობ, გადავაბიჯი ამის შეთქმა მწვენი. ვერ გეტყვით. რასაც ჩან ბევრი რამ არის ალბათ, რასაც ჩავეცმევ არასდროს, ასე რომ ესეთი ერთი კონკრეტული არ მახსენდება. საქართველოში, რა თქმა უნდა, არის ის კალი, ვისთანაც მე ურთიერთობა მაქვს ჩემთვის. თუ მაინდა-მაინც ზოგადი მაგალითები გაინტერესებს, მე ძალიან მიზიდავს მაგალითად სოფი მარსო და იმ ტიპის ქალები, რომელიც სოფი მარსოსთან ასოცირდება. იცით რა, ნივთებსაც ვიცვლი ხოლმე რიგ შემთხვევაში ხელსაბამი მაქვს სხვადასხვა თქვათ ფორმის და ხშირად ბეზრდება ისიც იმიტომ რომ რაღაც დამატებით ნივთს სხეულზე დიდად ვერ ვეგუები, თუმცა ხანდახან ბუნებრივია საათებიც მაქვს, მაგრამ ერთი და ცხადია განუყრელი ნივთი ჩვენს დროში არის მობილური ტელეფონი. ჩემი დილა არის ასეთი, რომ როგორც წესი მეღვიძება 6 საათზე სტანდარტულად, ვცდილობ რომ ვივარჯიშო, თუ ძალიან არ დამეზარება და შემდეგ უკვე წავიდე სამსახურში, მაგრამ მაქვს ყოველთვის წერისთვის მოტოვებული დრო 1 საათი, როცა ვახერხებ ხოლმე წერო. თუ ეს არის არასამუშაო დღე, ვცდილობ რომ დავიძინო, იმიტომ რომ წილი ძალიან მაგია. ბავშვობიდან ძალიან ბევრი მოგონება მაქვს, ჩემი წიგნების უმეტესობა ამას გულისხმობს და შესაბამისად ხა ერთ კონკრეტულს ვეღარ მოვყვები. ჩემს შესახებ ძალიან ბევრი გარდაცვალების გარდა თითქმის ყველაფერი და ერთხელ მე მგონი გარდაცვალებაც გავიგე. შესაბამისად ამ ყველაფერს მცაფრად უკვე აღარ აღვიქვამ, კანი ცოტა გამისქევდა. მე მგონია რომ ჭორი არის გარდაუვალი მოცემულობა და მათ შორის შეიძლება მეც მithქვამს, იმიტომ რომ ადამიანი მოლაპარაკე და ცნობის მოყვარე არსებაა და ხანდახან მისი ფანტაზიები რაღაც ინტერპრეტაციებს ითხოვს და ასე შემდეგ, ამას არ აღვიქვამ ტრაიკულად, არც მოჭორავე ხალხს არ უკიცხავ დიდად, თუ მაინდა-მაინც ძალიან ბოროტულ და დამაზიანებელ ამბებს არ ყვებიან ხოლმე. თუ ნივთებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, კეპი არის ჩემი ამ შემთხვევაში განუყოფელი ნაწილი და თუ ძალიან ზოგადად, ალბათ გარკვეულად უნარი, რომ ადამიანები დავაფასო, შევაფასო, ანუ დაკვირვების ადამიანი ვარ და ალბათ ეს უნარი ჩემთვის არის საამაყო. რა თქმა უნდა, მქონია, რა თქმა უნდა, რატომ არის ადამიანების ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ საერთოდ არ ემართება დეპრესია, თუმცა ეს ილუზორულია. მე მქონია გამოხატული დეპრესიები, თუმცა ვისწავლე ბრძოლა დეპრესიებთან, სხვა ადამიანების დახმარებითაც მათ შორის და შესაბამისად დღეს უფრო ადვილად უმკლავდები, გრძნობ მის სიმპტომებს და ვიცი მისი ჩახშობის გზები.
ბუნებრივია მეშინია სიკვდილის, როგორც ერთგვარი საზღვრის, რომლის იქითა მეხსიერებითი გამოცდილება ადამიანს არ აქვს და შესაბამისად არ ვიცით რა ხდება და როგორ, რომც ვიცოდეთ, ალბათ ესეც ძალიან სერიოზულ შიშს გულისხმობს, მე გულისხმობ ამ შემთხვევაში, თუნდაც რელიგიურად მივუდგეთ ამ საკითხს, ბუნებრივია მაინც შიში არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში უკვე აღარ ვიცით მაგალითად ჯოჯოხეთში მოხვდებით თუ სამოთხეში. შესაბამისად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საზღვარი, რომელიც გავლებისაც მე მეშინია და მეორე უკვე გითხარით, ეს არის მეხსიერების დაკარგვა, რომელიც ჩემთვის აბსოლუტურად თანაბარია სიკვდილთან. ხასიათს გააჩნია, საჯარო ხასიათი მაქვს ძალიან კარგი, საშინაო ხასიათის რა მოგახსენოთ. მე მგონია რომ არაფერს განსაკუთრებულს, იმიტომ რომ ესეც ჩემი დამატებითი უნარია, რომ ალბათ მეტნაკლებად მაინც არც ისე ერთნაირ შთაბეჭდილებას ვტოვებ სხვადასხვა ადამიანში, შესაბამისად ჩემზე ამბობენ სხვადასხვა რამეს, რომელთაგანაც ნაწილი საინტერესოა ჩემთვის, ნაწილი უინტერესო, მაგრამ რეალურად ბუნებრივია საბოლოო ჯამში მეც სოციალური არსება ვარ, დამოკიდებული სოციუმზე გარკვეულწილად და სრულიად უინტერესო ვინ რას ამბობს ჩემზე არ არის. ეს აბსოლუტური ტყუილი იქნებოდა, მაგრამ ამავდროულად არა გამსაზღვრელად საინტერესო იმის მიმართ, რომ როგორ მოვიქცევი კონკრეტულ შემთხვევაში. ვერ გეტყვით, რამდენად არის ეს ჩვევა, მაგრამ ხანდახან მობილურში ვინიშნავ ხოლმე ფრაზებს და შესაბამისად ამისთვის ძალიან კარგად ვიყენებ ამ აპარატს. მაგალითად ვერ ვიტან საჯარო საპირფარეშოებს, რომელიც არის მოუწესრიგებელი და თუ ოდესმე ჯოჯოხეთი იგულისხმებს ამ შემთხვევაში ისეთ ტანჯვას, რომელიც ყველაზე უფრო არ მომეწონება და ამის მიხედვით განისაზღვრება ჩემი სასჯელი, მე მგონია რომ მე აღმოჩნდები საჯარო საპირფარეშოში ჩაკეტილი. ძალიან სერიოზულად ვარ დაინტერესებული, განსაკუთრებით სხვა შორის დღეს ამერიკულ კინოს სწავლობდა და ბევრი საინტერესო პასაჟი და თქვათ ისეთი ნაწილი აღმოვაჩინე, რაც ადრე შეიძლება ცოტა უფრო ზედაპირული მეჩვენა, მაგალითად კუბრიკი მომწონს ძალიან, მომწონს იტალიური ნეორეალიზმი, ფრანგული ახალი სკოლა, იაპონური კინორეჟისურა და შესაბამისად ასე ხაზგასმით ერთი რეჟისორის დასახელება ცოტა გამიჭირდება, თუმცა ალბათ მაინც ფერნანდო ბერტოლუჩი და ალბათ მაინც ცისაბურველ ქვეშ ფილმი. ძალიან ბევრ რამეს არ გავაკეთებ ფულის გულისთვის, ეს ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ ფული არის რაღაცების შეძენის საშუალება და არა საკუთრივ ღირებულება და თუ ეს ყველაფერი მომაკლდება, ბუნებრივია, ანუ გულისხმობ იმას, რომ რაღაცა მაქვს და ამას დავკარგავ ფულის გამო, ბუნებრივია არ გავაკეთებ. იცით რა, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ გამოცდილებები ისევე როგორც ამ შემთხვევაში თუ სიკვდილზე ვსაუბრობ, რაც სრულიად გაუგებარია ჩემთვის, ბუნებრივია ცოტა ძნელი არის ამაზე საუბარი. ეს უნდა განიცადო ალბათ ადამიანმა და ის რომ ამის განცდითი მეხსიერება ან თქვა გამოცდილება არ გამაჩნია, ბუნებრივია ამაზე ვერ ვისაუბრებ. არ მჯერა მეტამორფოზების, თუმცა რომც მჯეროდეს, ყველაზე უკეთეს ამბად არ მიმაჩნია, იმიტომ რომ ესეც უკავშირდება მეხსიერებას და შესაბამისად რახან არ გვაქვს იმ ცხოვრების მეხსიერება, თუ კი ვარსებობდით, მაინც იქ მოვკვდით, როცა მოვკვდით, იმიტომ რომ არ გვაქვს განცდა იმ ადამიანად ყოფნის. თუ კი ოდესმე ისეთ ვირტუალურ რომანტიკულად ვისურვებდი, ვინ შეიძლება ყოფილიყავი, ალბათ ადამიანი, რომელიც სადღაც ჩრდილო ყინულოვან ოკეანესთან ან სხვაგან, სადაც მუდმივი ზამთარია, ხოხში ცხოვრობდა და თევზაობით ირჩენდა თავს. სხვა ადამიანში ვაფასებ ბევრ რამეს, მათ შორის შინაგან ინტელექტს პირველ რიგში, მაგრამ აუცილებელი რომ ადამიანის ჯიბეში ბევრი დიპლომი ედოს, მეორე მხრივ მიზანსწრაფულობას და მრავალმხრივობას. საინტერესო უნდა იყოს ადამიანი, ეს არის მთავარი ჩემთვის. იცით რა, ბევრი რამით გაოცდებიან ადამიანს ყოველთვის აქვს საკუთარი უჯრები ჩაკეტილი თავის თავში, რომელსაც არასდროს არავის არ უმხელს, ამიტაც არის ადამიანის საინტერესო და ეს უჯრები ყოველთვის ჩაკეტილი რჩება ხოლმე. ჩემთვის წარმატება დაიწყო მას შემდეგ, რაც გავაცნობიერე, რომ ადამიანი ვარ და ზოგადად ვარ კიდეც წარმატებაზე და სახელზე ორიენტირებული ადამიანი, მე არ მაქვს სხვა სახისნებები, მაგალითად არ ვარ ფულის მომხვეჭელი, არ ვარ კლასიკური გაგებით, თქვათ, კომფორტის მოყვარული, ჩემი ერთადერთი და მთავარი ვნება ალბათ გამოხატული არის სახელი და მე მგონია, რომ ეს ნება იყო ყოველთვის.
კაცობრიობის ისტორიაში განსაზღვრელი, როგორც ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი დადასტურება თუნდაც უკვდავების. ცით რა, არ მაქვს ამასთან დაკავშირებით კონკრეტული დეფინიცია, იმიტომ რომ თუ კი ცხოვრება დამრჩა წინ, შეიძლება სხვა რაღაცებიც მოვასწრო და ასე რომ შეიძლება მერენდელ გიორგის ეწყინოს სახვანდელი დამოკიდებულება.